დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები. აღგვესულებინა სამთო ლიტურგია და ვზიარებულიყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. მე-12 კვირიაკეს სულთმოფენობიდან ეკლესია გვთავაზობს, გვაუწყებს წმინდა წერილიდან ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთს. სადაც საუბარი არის იმის შესახებ, თუ როგორ ახალგაზრდა ადამიანი, როგორც აღმოჩნდა ბოლოს, მდიდარი ადამიანი, მივიდა მაცხოვართან და ეუბნება, რომ რა გავაკეთო, რომ ცათა სასუფეველი დავიმკვიდრო. მაცხოვარი ეუბნება მას, რომ მან უნდა დაიცვას მცნებები, რომელიც არის მოცემული იმ დროისათვის ჯულში. არა კაცკლა, არა იპარო და 10 მცნებიდან აუწყებს მაცხოვარი. საოცარი არის, რომ ეს ახალგაზრდა ეტყვისო, ესო სიყრმით ჩემიდან დამიმარხავსო, ანუ ბავშვობიდან ვიცავო ამასო და ეხლა რაღა მაკლიაო. და უფალი ეუბნება, რომ თუ შენ მართლა გინდა, რომ ცათასასუფეველში მოხვდე, მაშინ წადი, გაყიდე ყველაფერი რაც გაქვს, დაარიგე და შემდეგ მოდი და შემომიდექი მე და მაშინ გექნება ცათასასუფეველი. ძალიან მძიმე მოსასმენია ხოლმე ზოგადად ეს, რომ ადამიანი ვერ ფიქრობს ზღვარი სად გადის, რის დათმობაზეა ლაპარაკი და რის დატოვებაზეა ადამიანისთვის, რომ ცხონება დაიმკვიდროს ადამიანი. მოდი პირველი ვთქვათ და მნიშვნელოვანი. ამ ზოგადად სახარებას და წმინდა წერილს ვერ გაიგებს ის ადამიანი, ვისაც მიზნად არ გააჩნია რა. მე მინდა რომ ვცხონდე. და ამ ცხონებისთვის მე გავაკეთებ ყველაფერს. ანუ ცხონება ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში არსებობს. ანუ სიტყვები უფლისა, რომ ეძებეთ პირველად ცათასასუფეველი და მისი სიმართლე და დანარჩენი ყოველივე შეგეძინებათ, ეს ქრისტიანმა ადამიანმა, არა მორწმუნემ არა, ქრისტიანმა ადამიანმა კარგა გაითავისა, ქრისტიანმა ადამიანმა კარგა, ისე იგი შეისის ხორცსა და ასე ცხოვრობს. მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი მიხვდება და შეძლებს გაიაზროს დღევანდელ ზოგადად წმინდა წერილი და მით უფრო წმინდა წერილის ეს მონაკვეთი, რაზეც მოკლედ დღეს არის აქ საუბარი. როდესაც ფიქრობდი, ანუ ესე იგი მამებს როდესაც კითხულობდი და ჩემს ცხოვრებაზე ზოგადად ფიქრობდი, ხო? აი ყოველთვის ფიქრობდი ასეთ რამეს, რომ რა არის ადამიანის მთავარი ღირებულება. და ამან მომიყვანა მე რო იცოდე ტაძრამდე, ამან მომიყვანა მე ეკლესიამდეც და საბოლოო ჯამში ამით შევეცადე მე რომ მორწმუნე ადამიანისგან მეცადა რომ ქცეულიყავი ქრისტიან ადამიანად. იმიტომ რომ სხვა ამაწუთისოფლისეული ფილოსოფიური აზრები და სხვადასხვა მოკლედ სწავლებები აი ამის შინაარსში, სიღრმისეულ შინაარსში ძნელად ჩადიან. და იმე დავინახე, რომ ქრისტიანობას აქვს ეს რაღაცა საოცარი ადამიანური სიღრმე, სადაც ადამიანს ანახვებს ყველაზე მთავარს, თუ რისთვის მოვიდა და რისთვის გაჩნდა ამ წუთისოფელში. რომ იმასთან ერთად, რომ ამ წუთისოფელში ცხოვრობს ადამიანი, თურმე მას გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი დანიშნულება და მას ძალიან ღრმა სულიერი დანიშნულება აქვს, როგორც პიროვნული, ასევე როგორც პიროვნებისა ღვთის წინაშე. მაგრამ ნახეთ, ეხლა დღეს ჩვენ თავს შევხედოთ აი ამ სარკეში. დღევანდელი ადამიანი, რომ თავისი მნიშვნელობა გაიგოს და თქვას, რომ მე კარგი ადამიანი ვარ თუ არა, ან საბოლოო ჯამში ვინა ვარ, ყოველთვის ცდილობს რას, რომ ეს დასტური მოიღოს გარედან. ანუ გარედან უნდა დამიდასტურონ მე, რომ თუკი მე მიღწევა რაღაცას მივახციე. თუ გარედან არ დაუდასტურეს ადამიანსო, კი, შენ უკვე მიაღწიე რაღაცას, ადამიანი თავისთავად ვერ ფიქრობს, რომ მას შეიძლება რამე აქვს მიღწეული. გარედან გვჭირდება ჩვენ დასტური, რომ ქონება ქონდეს ადამიანს. გარედან ჭირდება, რომ სტატუსი ქონდეს ადამიანს, რა სტატუსს ატარებს ადამიანი.
გარედან ჭირდება ადამიანს ძალაუფლება. ძალაუფლება თუ აქვს, მაშინ არის მნიშვნელოვანი ადამიანი, ფული თუ აქვს, მაშინ არის მნიშვნელოვანი ადამიანი, რაღაცა გარეგნული მიღწევები თუ აქვს ადამიანს, მაშინ არის მნიშვნელოვანი, რაიმე ესეთი სოციალური სტატუსი თუ გააჩნია ადამიანს და ადამიანები ამის გამო რევერანსებს უკეთებენ და პატივსცემენ, ეს არის ადამიანის წარმატება და მნიშვნელობა მისი ცხოვრებისა. სხვათაგან აღიარებაში თუ მაღიარებენ მე რომ ისე იგი ესეთი ვარ, ისეთი ვარ, ანუ გარედან თუ მაღიარებენ ადამიანები. ვუყვარვარ თუ არა ადამიანებს, თუ კი გარედან უყვარვარ ადამიანებს, მაშინ ჩემი მნიშვნელობა მაშინ არის მნიშვნელოვანი. თუ კი ადამიანებს არ ვუყვარვარ მე, მაშინ ჩემი მნიშვნელობა არ არის მნიშვნელოვანი და ადამიანურად შინაგანად ღარიბია ადამიანი და სასოწარკვეთილებაში და უიმედობაში ვარდება. რამდენად ვჭირდები მე ადამიანებს? ადამიანი ამას ფიქრობს, ვჭირდები მე სხვას, ვინმეს თუ ვჭირდები, მაშინ მნიშვნელოვანი ვარ, მაგრამ თუ მე არავის არ ვჭირდები, მაშინ უმნიშვნელო ადამიანი ვარ. თუ აფასებენ ადამიანს, ანუ დაფასება დღეს ხო როგორ არის, თუ მაფასებენ ადამიანს, მაშინ ისე იგი ძალიან კარგი ადამიანი ვარ და მაშინ გამოდის რომ ღირებული ადამიანი ვარ. თუ კი ადამიანები უჩემოდ ვერძლებენ საქმეში, ან იმაში, ან ოჯახში, ან იმაში, მაშინ მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ და აი მინდა გითხრათ ასეთი რამე რომ ისე იგი ამიტომ ადამიანი დაეჩვია იქცა არსებად, ნახეთ, იქცა არსებად, რომელსაც გარედან ჭირდება დასტური იმისა, რომ ის ნორმალური, ან შინაგანად ღირებული, ან ისე იგი აი ძვირფასი არის, ძვირფასი არსება არის. და გამომდინარე აქედან ადამიანი სიმყარეს ვერ გრძნობს. იმიტომ რომ გარედანზე არის, გარედადასტურებაზე არის დამოკიდებული და აი ჩაიხედეთ საკუთარ გულში და დღეს სამყაროს გადახედეთ. ეკლესიაშიც მათ შორის, როცა რაღაცას ვიძახი, სასულიერო პირებშიც მათ შორის. ანუ თუ ვინმე მაღიარებს რომ მაგარი მღვდელი ვარ, თუ ვინმე იტყვის რომ მამაო ესე და ესე აკეთებს, თუ ისია, თუ ძალიან მაგარი შესამოსელი მაცვია, თუ ოქროს რაღაცები მადგია, თუ ლამაზი შესამოსლები მაქვს, ისინი მაქვს, თუ ის გავაკეთე და თუ გარედან მაღიარებენ მე და იტყვიან რა ლამაზი რაღაც გაცვია, სად როგორ მოახერხე ესა, ეთყობა კარგი მრევლი ყავს ხო რაღაცა და შენ ყურადღების ცენტრში ხარ და ესე და სამუდელო პირსაც თავისთავად უხარია ესო, კი როგორ არა დაფასებული ადამიანი და ანუ ნახეთ გარედან დადასტურებას მათ შორის სასულიერო პირის და მით უმეტეს ერის ადამიანი მუდმივად დავეჩვიეთ ჩვენ ამას რომ ბედნიერები ვართ მაშინ, გახარებულები ვართ მაშინ, ანუ როგორ ვთქვათ, სავსეები ვართ შინაგანად მაშინ, თუ კი ჩემს მიმართ გარედან დამოკიდებულება არის, რაც ჩამოგითვალეთ ესეთი. შესაბამისად რა ხდება? თუ კი გარედან დამოკიდებულება არ არის ისეთი, როგორ თუ ძალაუფლება არ მაქვს, თუ კი სტატუსი არ მაქვს, თუ კი ქონება არ მაქვს, თუ კი მიღწევები არ მაქვს, თუ კი სხვები არ მაღიარებენ, თუ კი ყველას სხვებს არ უყვარვარ, თუ კი სხვებს არ ვჭირდები, თუ კი ისე იგი ადამიანები უჩემოდ ძლებენ და არიან, მაშინ გამოდის როგორი ადამიანი? დღეს როგორ არის? მთელი სამყარო არის აი კინაღამ გონებიდან არის გადასული სასოწარკვეთილებაში, უიმედობაში და ებღაუჭებიან იმას, რომ ამ წუთის სოფელს როგორმე წაგლიჯონ რაღაცა ძალაუფლების მაგვარი, ფულის მაგვარი, სტატუსის მაგვარი, თანამდებობაზე დავინიშნო, რომ ერთხელ მაინც ვიგრძნო ის სიტყვო, როდესაც ადამიანები ესე თუ ისე მოდიან ჩემთან და მოკლედ მაღიარებენ, ანუ შენ ხარ და დაგვიხმარე გეხვეწები რა და შენ რო არ იყვე რა გვეშველება და შეიძლება ადამიანებს ამის მოსმენა საეროებს თუ სასულიერო პირებს ყველას უყვართ ხოლმე შენ რომ არ იყვე რა გვეშველება და ვაიმე და უიმე და აი ადამიანი ამ დროს ნახე როგორ არის შეიძლება თვითონაც არ უნდა მაგრამ ნარკოტიკივით იღებს ამას სხვების აღიარება, სხვების სიყვარული, სხვების მიერ დაფასება, ვაიმე მე ვარ საჭირო თუ არა ვარ, ამას ეძებს ადამიანი გამწარებული რომ ვიღაცა მაღიაროს და გამომდინარე აქედან როდესაც სულიერ ცხოვრებას იწყებს ასეთი ადამიანი, როდესაც ქრისტიანობაში შემოდის ადამიანი, მაშინ ხვდები ერთ რამეს.
რაც დღეს უფალმა უთხრა მდიდარ ადამიანს. აბა ჩათვალეთ, რომ სიმდიდრე, რომელიც ამ ადამიანს ჰქონდა, ამ ახალგაზრდას ჰქონდა, აი ეს სიმდიდრე იყო ზუსტად აღიარებისა. ვა, რა კაი ბიჭია, ქონება აქვს, რა კარგი ბიჭია, სტატუსი აქვს, რა კარგი ადამიანია. ანუ იმ გარედან შეძენილ იმ ავტორიტეტში, რომელიც ამ ახალგაზრდა ადამიანს გარედან ჰქონდა, რომელიც კი ბატონო, რამდენი გინახავთ ადამიანი, რომელიც არ იპარავს, რამდენი გინახავთ ადამიანი, რომელიც არ ამრუშობს, რამდენი გინახავთ, მაგრამ ქრისტიანები არ არიან. ის ადამიანები გარეთ ჩვეულებრივად ცხოვრობენ. მაგრამ ქრისტიანები არ არიან და დღეს რამდენს ვთქვათ, რა თქვენ რომ მანდა ხართ შეკრებილები რა, თქვენ გონიათ რომ წმინდანები ხართ და მე ჩამოთვლიან ხოლმე, აგერ ამ მღვდელმა ეს გააკეთა, იმან ეს გააკეთა, იმანის გააკეთა, აგერ ჩვენ ეკლესიაში სულ არ დადის, აგერ ჩემგვე მე სულ არ დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ აგერ როგორი ადამიანი ვარ, არც ვიპარავ, არც მრუშობ, დედასაც პატივს ავცემ, მამასაც პატივს ავცემ, თითქოს არ მშურს ვიღაცის კეთილდღეობისა. ანუ ნახეთ რა ხდება. გარეგნულად შეიძლება ასე მდიდარი იყოს ადამიანი, მაგრამ ქრისტემ რა უთხრა დღეს? ანუ რისთვის მოვედით? მე ბევრჯერ მithქვამს, რომ აი ტაძარზე გავაკეთებდი აბრას ყველა ტაძარზე და სანამ ადამიანი შიგნით შემოვიდოდა, ასეთი კითხვა იქნებოდა. რას ეძებ ადამიანო? თითქოს ქრისტე გისვავს კითხვას, როგორც იოანეს პირველ თავში ანდრიას უსვავს, მოციქულებს უსვავს ამ კითხვას, რას ეძებ ადამიანო? ეხლა დაუსვით თქვენ თავს კითხვა, აქ რომ მოხვედით, რას ეძებთ? აქაც აღიარებას ხო არ ეძებთ? აქაც სტატუსს ხო არ ვეძებთ ადამიანები? აქაც იმ ღმერთს ხო არ ავთხოვთ, რომ იმ ძალაუფლებაში, ქონებაში, სტატუსში, აღიარებაში, ისე იგი, როგორ ვთქვა, ყველას რომ ვუყვარდე, ყველასთვის რომ საჭირო იყო, მაგისთვის ხო არ მოვედი აქაც სათხოვნელად, იმიტომ რომ ისე იგი, ჩემით თითქოს არ გამომდის ეს, არ გამომდის, მაგრამ ჩემით არ გამომდის, მაგრამ ღმერთს ავთხოვ იქნების ის დამეხმაროს. და დღეს საოცარ კითხვას პასუხს აძლევს მაცხოვარი აი ამ დიდარ ადამიანს და რას ეუნება. აი ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სულიერ ცხოვრებას იწყებს სინამდვილეში. აი ამის გარეშე ადამიანი სულიერი ცხოვრება არ იწყება და რას ეუნება მას? წადი და გაყიდე ყველაფერი, ანუ რას ნიშნავს ცი? წადი ეგ აღიარება. წადი ის რომ გარედან გჭირდება შენ აღიარება, რომ გარედან ხარ კარგი, გარედან ხარ ესეთი, ისეთი, ანუ რომ ყველას უყვარ ხარ, პატივს სცემენ, წადი ეს გარეგნული გაყიდე, საერთოდ გაღატაკდი აქედან და მოდი ჩემთან და ჩემით გამდიდრდი. აი ქრისტეთის სიმდიდრეზე არის აქ საუბარი, როდესაც ადამიანს შეუძლია აი ეს გარეგნული აღიარება, რომელიც მას ჭირდება და ნარკოტიკივით აქვს, რომ მე თუ ვინმეს არ უყვარ ვარ, მაშინ მე ესეთი ვარ, აი ეს გარედან აღიარება დათმე უბრალოდ. და რას გეუნება? უფალი რას გეუნება დღეს? დიდარი ადამიანი მივიდა და ეუნება უფალი, რომ ეს ძალიან კარგია რო გაქვს. ნახეთ, კარგია ეს რომ გაქვს ეს სიმდიდრე თითქოს, მაგრამ მე გეტყვი ერთ მნიშვნელოვან რამეს, რომ შენში არის ისეთი სიმდიდრე, რომელიც აი მაგ სიმდიდრეზე, რომელიც დღეს გაქვს, მაგაზე ბევრად აღმატებულია. აი რას ეუნება დღეს მაცხოვარი ამ დიდარ ჭაბუკს. შენში არის ის უდიდესი სიმდიდრე, რომელიც აი ეხლა რაც გაქვს, მაგასთან ეს მასთან ვერაფრით ვერ მოვა. შენში არის დამარხული საოცარი განძი, რომელიც შენში არის. და წადი სანამ ამას აი ამ ყველაფერს არ გაყრი, გახსოვთ ის რო არის, იგავი რო არის, გაყიდის ყველაფერს და იყიდის იმ ადგილს, სადაც განძია დაფლული. ზუსტად ამაზეა ლაპარაკი, რომ ეუნება, რომ კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ წადი გაყიდე თუ გინდა, რომ შენ ეს განძი იპოვო, რასაც ადამიანის სული და ადამიანის სულში დამკვიდრებული ქრისტე ნიშნავს. აი ამ სიმდიდრეს ეუნება. დღეს ადამიანები კიდევ ვიძახით, დღეს ჩვენ იმ ჭაბუკის მსგავსნიც კი გვიჭირს რომ ვიყოთ. ჩვენ გვიჭირს ვიყოთ, რომ ის გარეგნული ათიმცნება,
რაც ძველ აღთქმაში იყო, ანუ ძველი კაცისთვის რო იყო დასაცავი, ამის დაცვაც კი გვიჭირს. და დღევანდელი სახარება კი გვეუბნება იმას, რომ ეს ყველაფერი რომც შეძლოთ, თქვენში კიდევ უფრო მეტად ღრმად არის აი საოცარი განძი, რომელიც არის დაფლული თქვენში. ეს არის სული თქვენი, რომელიც არის სული წმინდის მადლით, მოკლედ, ნასაზრდოვები და სადაც ქრისტე მკვიდრობს, სადაც ქრისტიანი ადამიანი ნამდვილად ყალიბდება. როდესაც სულიერ დგომა აი აქ მოდიხარ და სულიერ ცხოვრებას იწყებ, ამიტომ გჭირდება ადამიანს გამბედაობა. თუ გამბედავი არ ახარ ადამიანი, ქრისტიანი ვერასოდეს ვერ გახდები. თუ ადამიანს არ შეგიძლია ბოდიშით ამ ჟარგონისთვის, მაგრამ თუ ადამიანს არ შეგიძლია რომ გარისკო, მაშინ ადამიანი ქრისტიანი ვერ გახდები. თუ ადამიანს არ შეგიძლია რომ საფრთხის წინაშე დააყენო თუნდაც ის შენი ძველი კაცი და ძველი ადამიანი, ძველი კომფორტი, ძველი აღიარება, ყველაფერი რაც ადამიანს გაგაჩნია, თუ ეს არ შეგიძლია შენ საფრთხის წინაშე დააყენო და ქრისტესათვის თუ საჭიროა განიძარცო კიდეც, მაშინ ადამიანში ქრისტე ვერ იშობა და ქრისტიანი ადამიანი ვერ გახდება. იმიტომ რომ ის რაც გარედან მომეწება მე, ის უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ის რაც ჩემში ღმერთმა თავისთავად თავიდანვე ჩადო, რომელიც ადამიანის სულია და ბავშვებს გადახედეთ, რომ მათ არ აქვთ არანაირი სოციალური გაყოფა. ბავშვებმა არ იციან მდიდარი და ღარიბი. ბავშვებმა არ იციან ის, რაც არც მიღწევები უნდათ მათ, არაფერი, არც ქონება ჭირდებათ მათ, არც ძალაუფლება ჭირდებათ მათ, არც სტატუსი ჭირდებათ ბავშვებს გადახედეთ ერთმანეთთან, ვისი შვილები არიან, ვინ არიან, არც კი აინტერესებთ როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან, მაგრამ იზრდებიან თუ არა, აი ჩვენ გავიზარდეთ თუ არა, მივიწებეთ გარედან უფრო თითქოს ბჭყალებში მნიშვნელოვანი. სულიერად მდიდარი კი არა შინაგანად როგორების ბავშვები არიან, ვიზეც იძახის მაცხოვარი როა ეგეთნაერებისაა ცათასასუფეველიო, ანუ რატო ეუნება ამას? ბავშვს რაღაცას აწყენინებ, 2 წუთში გამოიქცევა ისევ შენთან გამურბის. წყენას არ იმახსოვრებს, გულწრფელია ყველაფერში, თუ ტკივად ტირის, თუ უხარია იცინის, ანუ გულწრფელია, ჩვენ გვიხარია მაინც ესე თამაშობთ რომ ვითომ, ისე იგი დამწუხრებულები ვართ, თუ დამწუხრებულები ვართ ვიღაცის ჯინაზე, მაინც ვიცინი ვართ რომ ვიღაცამ არ გაიგოს რომ მე ცუდად ვარ. ანუ ადამიანი გარედან იმის გამო რომ გამოჩნდეს წუთის სოფელში ძლიერ ადამიანად, სტატუსიან ადამიანად, აღიარებულ ადამიანად, რომ ესე რომ ვთქვათ, საჭირო ადამიანად ყველაფერს აკეთებს ამისთვის. და ბავშვობიდან, რომელიც გულწრფელობა, აი ეხლა რომ შევხედავ ჩვენ თავს, როგორ დავამახინჯეთ და რამდენი რამე მივიწებეთ ზედ, არასაჭირო, სრულად არასაჭირო, ანუ ბოროტად გამდიდრდით, ღვთის ქრისტეს საწინააღმდეგოდ გამდიდრდით და ისეთ რაღაცები მივიწებეთ ზე და ისეთ რაღაცებზე არის ჩვენი კარგად ყოფნა და ბედნიერება და სიხარულის განცდა დამოკიდებული, რომელიც არანაირად არ არის დამოკიდებული არც ჩვენზე და ჩვენ არა ვართ მისი გამსაზღვრელი და არც კიდე ღმერთზე. აი რა მდგომარეობაში არის დღევანდელი ადამიანი. ის არის ღმერთსაც კი იმისთვის იყენებს, რომ გარეგნულის გამდიდრება ქონდეს ადამიანს. არავის არ უნდა იქ შესვლა, სადაც ქრისტე შევიდა. არავის არ უნდა იქ შესვლა თუნდაც სიმართლისათვის, ჭეშმარიტებისათვის, შენ პირადი ჭეშმარიტებისათვის. ქრისტემ ყველასთვის გააკეთა ეს, მაგრამ შენი პირადი ჭეშმარიტებისათვის და სულის ცხონებისა და გადარჩენისათვის აბა შედი იმ თვით განწირვისა და ეგოიზმის მოკლების მდგომარეობაში. აბა შედი აქ, აბა ამ ტკივილებში შედი. ამიტომ ნახეთ როგორ არის მთელი დღევანდელი ჩვენი ყოფა პერიფერიებში დავდივართ. ქრისტიანი ადამიანებიც ქრისტიანობა გვინდა, მაგრამ დავდივართ პერიფერიებში. ანუ მოვდივართ ესე წყნარად ჩუმად
ისე იგი ღმერთთან ზედმეტად არ მივიდე, არაფერი, აგერ ფურცელი შემოგზავნე, სახარება დავწერე, იქ რაღაცა, ისე იგი რავჭამე, რა არავჭამე, ისე იგი ის წავიკითხე თუ ვერ წავიკითხე, რაღაც, ანუ აი ამ პერიფერიებში ღმერთთან ურთიერთობაში დავდივარ და ფიქრობთ, აი წარმოიდგინეთ, ამის მსგავსიც კი არა ვართ, ამ მდიდარი ადამიანის მსგავსიც კი არა ვართ ჩვენ. ის გულწრფელი იყო, ის მცნებასაც იცავდა, ლოცულობდა ასე. ანუ მისნაირათაც კი არ შეგვიძლია ეს. ამიტომ დავდივართ პერიფერიებში და აი თუ ერთხელ მაინც გადაწყვიტავ ადამიანი, რომ დიახ, ქრისტიანობა მინდა. აი ამ ჭაბუკის მსგავსი მდგომარეობა გაიხსენეთ ყველა. და ქრისტესთან მისვლა და როდესაც ეუნები, რომ უფალო, რა გავაკეთო, რომ ცხოვრება საუკუნო დავიმკვიდრო და ის გეუნება ყველაფერი, რაც გარედან გაქვს მიწებებული, იმაზე, რაზეც დგას შენი ბედნიერება და სიხარული. იმაზე, რაზეც დგას შენი განწყობა მთლიანი, შენი ცხოვრება, შენი ხალისი, შენი ბედნიერება. ეს ყველაფერი შენთვის არ იყო ეს მნიშვნელოვანი. და რაც მოსაკვეთია, როგორც უფალი იძახის იმასო, უკვე თუ თვალი შენი გაცდუნებდეს, ამოიღე თვალი აქ, ფიზიკურ თვალზე ხო არ არის. ეს არის იმ სამყაროს იმ ხედვაზე, რომელიც შენ ჩამოგიყალიბდა, რაზეც ახლა ვსაუბრობ, რომ ძალაუფლებაზე, სტატუსზე, ფულზე, აღიარებაზე რო გაქვს, მიჩერებული ყველაფერი და თუ ეს გაქვს, მაშინ ახარ მხოლოდ ბედნიერი. და როდესაც მოვედით ჩვენ ქრისტიანობაში, და როდესაც მართლა აი ქრისტემ დაგვისვა და გვეუნება დღეს, რომ ისე იგი წადი თუ შენ გინდა მართლა სასუფეველში დამკვიდრდე, თუ შენ მართლა მეგინდა რომ შენს გულში დამკვიდრდე, ეს ყველაფერი, ამ ყველაფერზე უარი თქვი, გაყიდე ეს ყველაფერი და მოდი და შემომიდე გიმე და გექნება საუკუნო სიცოცხლე. რა გააკეთა ახალგაზრდა ჭაბუკმა? რა ქნაო? წავიდა წუხარე. აი ესე მივდივართ ჩვენ ყველა შემთხვევაში ხომ მწუხარე. ესე მივდივართ მწუხარე და ამიტომაც მე ბევრჯერ მithქვამს, რომ მე ბოლოს სად ვნახე ბედნიერი ქრისტიანი არ მახსოვს. მე სად ვნახე რომ ადამიანი აი ამ თუნდაც შედის ამ საკუთარი ეგოიზმის განადგურებაში და ღვთის მსგავსებაში, ღვთის ხატებაში შედის, რომ საკუთარი ეგოიზმი დათმოს და მე არ მინახავს ადამიანი რომ ბედნიერი იყოს და გახარებული ამის გამო. მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც აი ამ ტანჯვაში, თითქოს პერიფერიაზე ხო არიან, აი არ უნდა წუხარე წავიდა მწუხა, ესეთი როგორ გითხრათ, არასულიერი წუხარებით არის მოცული ჩვენი გულებიც ყველას. და ერთი საკმარისია გარეთ ის, რომელიც დადასტურება ჩემი მნიშვნელობისა, რომ მე ვინა ვარ, გარედან მომაკლდება თუ არა, აბა ფული მოგაკლდეს, აბა ძალაუფლება შეგეზღუდოს. ნახეთ რა შვება სამყარო დღეს რისთვის იბრძვის, აბა ძალაუფლება შეგეზღუდოს, აბა ვიღაცის სიყვარული მოგაკლდეს, ვიღაცის ყურადღება მოგაკლდეს, აბა ვინმეს აღიარება მოგაკლდეს. იმ წუთში ადამიანი ნადგურდება და საშინელი მწუხარება, ეს მწუხარება, რომელიც დღეს აქვს, გადაექცევა ხოლმე სასო წარკვეთილებაში და უიმედობაში და ეს ყველაფერი ემართება ქრისტიან ადამიანს ხალხო. აი, სად არის ჩვენი დღევანდელ ისე იგი სახარებიდან საკუთარი თავის დანახვის საშუალება. ანუ ყველაფერს რაღაცას ვაკეთებ, ყველაფერს, იმიტომ რომ იქ აღიარ ის, ანუ შეეხები თუ არა ადამიანს, აი ოდნავ აწყენინებ ადამიანს, ოდნავად სერად შეხედავ ადამიანს, ოდნავად არ აღიარებ იმას, რომ ვაიმე რა კარგი ბიჭი ხარ, რა კარგი გოგო ხარ, რა კარგი ქალი ხარ, არ აღიარებ თუ არა რამე ეს ეგოიზმი რო იწყებს, რამე ესე არ უნდა გამეკეთებინა, ესე უნდა მექნა, რატო ის ეს შიგნით ღარიბია ადამიანი. ღარიბია საშინლად ადამიანი, იმიტომ რომ შიგნით ღარიბი ადამიანი ყოველთვის გარედან ითხოვს აი ამ დასტურს. და ამ წუთი სოფელმაც იცის, რას გეუნება? თუ შენ გინდა რომ ეს ჩემი გარედან აღიარება მოიპოვო, მაშინ ეს ცოტა ძვირი ღირს. და ეკვივალენტი რითიც უნდა გადაიხადო შენ, ეს არის შენი სული. შენი სულის ძალები, სულიერ ცხოვრებაზე არ ფიქრი. თუ ჩემზე იფიქრებ, მაშინ ქრისტეზე ფიქრი არ გამოგივა.
თუ მე გინდა რომ ჩემი აღიარება დაიმსახურო, თუ შენ გინდა რომ ეს ყველაფერი კონდეს მოგცემ, როგორც მაცხოვარს გამოცდის ეშმაკი, უდაბნოში მოგცემ ამ ყველაფერს ეუნება. მთელი ამ წუთისოფლის სიამეს და ყველაფერს დაანახებს, სიმდიდრეს, ამ ყველაფერს მოგცემ, თუ კი დავარდები და თაყვანს ვცემ, ანუ სულზე იტყვი უარსო. ეს ხო ჩვენი მსგავსებაა, ჩვენც აი ამას გავდივართ ხოლმე, აი ამ გამოცდას გავდივართ ყოველთვის. და წუთისოფელი კიდე გეუბნება, თუ შენ გინდა ეს აღიარებები, თუ შენ გინდა რომ ამითი იცოცხლო და თუ შენ გინდა რომ ეს მუდმივად კონდეს, მაშინ გადამიხადე შენი სულით, მომეცი შენი სული. სხვა არაფერი არ მინდა და არა და ქრისტე სხვა რამეს გვეუბნება, ადამიანო მომეცი შენი სული. აი ორივე ერთ რამეს ითხოვს. ბოროტი ითხოვს საკუთარ შენ სულს იმისათვის რომ ისე იგი შინაგანი ეს საოცარი ძალა რისთვისაც ადამიანი არის შექმნილი ეს დაგავიწყოს, გაგანადგუროს და არ იპოვო არასოდეს და შენ მუდმივად შენი მნიშვნელობა ყოველთვის იყოს იმ აზროვნებაში რომ მე თუ ამ წუთისოფელში ვარ წარმატებული, მაშინ ვარ წარმატებული, მაგრამ ქრისტე გეუბნება მე შენ გაგანთავისუფლებ მაგ წუთისოფლის აღიარებებისაგან. შენ გექნება ისეთი სიხარული და ბედნიერება, რომელიც წარუშლელი იქნება, რომელსაც ვერ წაგართმევს ვერავინ, გახსოვთ? ნუ დათესავთ იქ სადაც, ნუ შეინახავთ საკუთარ შესანახს, ანუ განს ნუ შეინახავთ იქ სადაც ღილი შედის და სადაც ანუ ჩრჩილი ჭამს და მატლს შეუძლია რომ გაანადგუროს, შეინახეთ იქ სადაც ვერც ღილი შედის და ვერც მატლი ვერ მოედება. სად არის ეს? რა შესანახია? ეს არის საკუთარი პიროვნების სულში შესანახი. იქ არის ჩვენი ყველაზე დიდი აღიარება და ადამიანის ყველაზე დიდი ღირსება, მაგრამ ვის უნდა ეს? დღეს ვის უნდა ეს? დღეს ყველა საერო თუ სასულიერო სამწუხაროდ აი ამ წუთისოფლის აღიარებაზე ვართ ყველანი. მექნება თუ არა ეს, მექნება თუ არა ის, მექნება თუ არა აღიარება, მექნება თუ არა ფული, ძალაუფლება და ასე შემდეგ. ანუ მე რომ ბედნიერი ვიყვე საბოლოო ჯამში, ღმერთო დაგვიფარე, თურმე ამ წუთისოფელზეა დამოკიდებული და არა ღმერთზე. აი დღევანდელი სამწუხარო რეალობა. წუთისოფელი გეუბნება რომ შენ უნდა იქცე სხვა ვიღაცად, ადამიანად კი არა, სხვა ვიღაცად უნდა იქცე. და უფალი გეუბნება რომ შენ უნდა იქცე ღვთის ხატად. აი არჩევანი რა არის. აი დღეს რატომ დგევართ აქ, რომ აქ მდგომარენი ჩვენ აღსარების მთქმელები, მაზიარებლები, ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ იმაზე, რომ მე ღვთის ხატობა მინდა. და არა იმას, რასაც მთავაზობენ გარეთ. ღვთის ხატების საწინააღმდეგო. მაგრამ ერთია კიდე რომ ყველა ადამიანს ჩვენი გზა გვაქვს. ეს დაიმახსოვრეთ ყველას. ყველანი ვერ ვიქნებით, ქრისტიანობა ამას გვასწავლის თამდაბლობას და რას გვეუბნება იცით? ყველა ვერ ვიქნებით აღიარებულნი, ყველა ვერ ვიქნებით ის გადააგდეთ ის კულტურა აზროვნებისა, რომელიც გარეთ არის. აქ რო შემოვდივართ, აქ არ არის ამ კულტურით ნუ განსაზღვრავთ თქვენ. აქ არის ერთი მთავარი მომენტი, რომ უფალი გვეუბნება, რომ ყველას მოგეცით ერთი ბუნება, ყველას გაქვთ შესაძლებლობა შინაგანი, რომ ნიჭიერები ხართ, უსაზღვროდ ნიჭიერები ხართ. უსაზღვროდ ძლიერება დევს თქვენში. უსაზღვროა თქვენი სულიერი სიძლიერე, მაგრამ ეს ძალები, რომელიც თქვენში არის, გააჩნია რისკენ მიმართავ შენ. და შეეჩვიეთ იმას, რომ აქ ეკლესია ოღონდაც ტაძარში ვიყო, მაგრამ ამ ხელა ვიქნები, აი, ყველაზე ბოლოს ვიდგები აიქ სადღაც, არავისი აღიარება არ მინდა, არც ღმერთო გეხვეწები ამ სივრციდან, შენი სხეულიდან, შენი მისტიური სხეულიდან, ეკლესიიდან არასოდეს გამიყვანო, მაგრამ აიქ სადღაც კუთხეში ვიდგები, ოღონდაც აქ ვიყვე, სხვაგან არ ვიყვე.
აი ეს აქაც რო შემოდის ადამიანი ყველა ცდილობს, აქ არ არის პირადად იმაზე რომ ადგილზე ვინც ადგას ამაზე არა. გონებაში ჩაიხედეთ ყველა. აქაც პირველობისთვის არის ბრძოლა. ვინ წინ დადგება, ვინ უკან დადგება, ამან გამოაგონებინა ესეთი ჯვარი, ისეთი ჯვარი, ვინ წინ დადგება, იმას რა აცვია, ამას რა აცვია, რა ლამაზის, აი ამან ყველაფერმა ამ სულისკვეთებამ მიგვიყვანა იქამდე რომ თამდაბალი კი არა ხარ ადამიანი. რომ ღმერთო მადლობა რომ აი აქ ვარ. მადლობა რომ შენს ეკლესიაში ვარ და აი სადღაც ბოლოში გაკმინდული ხმით ვიდგები, ოღონდაც აქ ვიყვი, აქედან არასოდეს არ გამიყვანა. აი ეს სიმდაბლე არ არის, აი ეს გარეთ ჩვენი ბრძოლა ამ პირველობისთვის, აღიარებისთვის, გარეთ ჩვენი ბრძოლა სტატუსისთვის, ძალაუფლებისთვის, ფულისთვის, ბირჟაზე რომ მაგარი ტიპი ვარ და იქ უნდა ვიყვე, ქალბატონები კიდე სხვა რაღაცა, რაც მეც ვილაპარაკებ და მეც რაღაცებს ვიტყვი, ისე იგი უფრო ვიღაცას რიდი ექნება ჩემი და უფრო პატივისცემენ, ანუ რაც აი ამ წუთის სოფელში პირველობისთვის ბრძოლა ხდება, აი შემოხვალ თუ არა, აქ აგრძელებთ იგივეს ოღონდს სულიერში უკვე და უფალი გეუნება, წადი დატოვე, დღესეუნება გაყიდე ყველაფერი დატოვე. გარეთ რაც ხდება ეს მიწებებული რაც აქ დატოვე გარეთ, აქ ნუ შემოგაქვს ეგ მსგავსი აზროვნება. აქ ეგრე არ არისო, არაო. ვისაც უნდა თქვენ შორის პირველ ყოფაო, ყველას მსახური იყვესო. განაპირველობა არაო, შეიძლება პირველი იყო, მაგრამ ყველას მსახური იყავიო. ანუ აი ამით განსხვავდება ეკლესიის წიაღი, ანუ მისი სხეული, სულიერი სხეული აი ამ გარეგნულ იმიდან და ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ორი ერთმანეთის საპირისპირო რაღაც საკუთარ თავში შევაუღლოთ, ვრუშობთ სულიერად, მიხვდით? უკანონოს ვაკანონებთ საკუთარ თავში, ანუ იმას რაზეც ქრისტემ გითხრა რომ ეს ორი რაღაცა ვერ დაკანონდებაო ერთმანეთშიო, ვერაო. ამას ვცდილობთ რომ დავაკანონოთ. ორ თამაშს ვთამაშობ თითქოს, მაგრამ ორი თამაშიც არ გამოგვდის, იმიტომ რომ ეს ერთიან თამაშს იექცევა ყველაფერი და იმდენად ძლიერია ჩვენში ეს წუთისოფლის სული, რომ ესეც იქით გაყვავს ჩვენ. ის კი არ შემოგვაქვს რომ ანუ ჩამოვყაროთ საკუთარი თავიდან ეს არასწორი რაღაცეები, ეს გარეგნული აღიარებები, არამედ ესეც იმაში გაყვავსო, ეკლესიაშიც ის კულტურა შემოვიტანეთ, რაზეც ქრისტე გვეუბნება რომ ეს არ ქნათო. დღეს ამ ჭაბუკს ეუბნება რომ ეგრე არ ქნათო თქვენო. თუ გინდა ცხონებაო, ის ყველაფერი გადაყარე, ის კულტურა, რაც აზროვნების კულტურა და სხვანაირად იაზროვნეო. მაგრამ ამას სჭირდება თავარი რამ. ჩვენ უბრალოება არ გვიყვარს. კი ვლაპარაკობთ ამაზე, ისეთი ადამიანებისგან მომისმენია მე. აი დავიყვე უბრალოებაზე, რომ მის ცხოვრებას თუ დააკვირდებიან, მათ ცხოვრებას არანაირი უბრალოება იქ არ არის. მიწებებული ეს წუთისოფელი გარედან და უბრალოებაზე ვსაუბრობთ. ანუ უბრალოება ნიშნავს რას, იცით? უბრალოება ნიშნავს იმას, რომ თურმე ამდენიც რო ვიყვე, აი პატარაც რო ვიყვე, ოღონდ ეკლესიის წიაღში ვიყო, მადლობა ღმერთს ამისთვის, ოღონდაც აქ ვიყვე. ანუ ქრისტესთან ვიყვე, ოღონდ უბრალო ვიყვე, თუნდაც უმნიშვნელო ვიყვე, არავინ არ ვიყვე. აი ეს არ გვიყვარს ჩვენ. ეს არის ამის საწინააღმდეგო, ჩვენი ეგოიზმი ეგრევე ეჯახება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ როგორ კაცო, მე გარეთ რო ვარ, აი ახასიათებთ ხოლმე, გახსოვთ დღეს ბოლოს როგორ მდიდარიო ძნელად შევა 1000 უფეველშიო. და მოციქულები ძახიან, კაცო, მავიღაც ხონდებაო, რატო იძახიან ამას? იმიტომ რომ ფსიქიკა მოწყობა მდიდარი ადამიანის არის ესეთი, რომ იქ გარეთ ყველაფერს მაგით აგვარებს, ბედნიერებასაც ყიდულობს. სიხარულსაც ყიდულობს, თანამდებობასაც ყიდულობს, ძალაუფლებაც აქვს, ყველა აღიარებაც აქვს, გვერდზე დაყვებიან ადამიანები, რომლებიც ელაქუცებიან. ყველაფერი აქვს, ამ წუთისოფლის ზემოთ დგას და აი აქ ქვემოთ დგანან ადამიანები, რომლებიც ანუ მის აი ამ პარტავნებას და ეგოიზმს ასაზრდოებენ.
და ამიტომ იძახის მაცხოვარი, რომ ასეთი აზროვნების ადამიანიო, ასეთიათ მდიდარი ადამიანი არა ფულშია საქმე, არამედ ამნაირი აზროვნებით მდიდარი ბრჭყალებში ადამიანი, რომ გადმოაბიჯებს ზღურბს, სადაც აქ თამდაბლობა და სხვის იმსახურება, იქამდე რომ ფეხები შეიძლება დაბანო, როგორც მაცხოვარმა უთხრა, რომ თქვენ მეძახით, რომ მე მოძღვარი ვარო, კიო, სამართლიანად იძახითო, მაგრამ მე როგორც მოგეკეცით, ესე მოეკეცით ყველასო. ისე დაიმდაბლო ადამიანმა თავი, რომ აქ საერთოდ უმნიშვნელო იყო. შემოხვიდე ტაძარში იმ ძალაუფლების მქონე აზროვნები და დადგე ბოლოში სადღაც და თქვა, ღმერთო, მე არავინ არ ვარ და სიტყვით კი არ თქვა ეს, არამედ სულმა თქვას ეს, უბრალოება გწადდეს. პირიქით ის რაც გარეთ გაქვს, ესა გაქვს, მაგრამ არ გინდოდეს ეს. აი ასეც უფალი, ასეც თავისთავად მოაცილებს და აცხოვნებს ადამიანს. ამიტომ იძახის, რომ შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისამიერ, ასე მთავრდება დღევანდელი წმინდა წერილი. ამიტომ რაც მაღლა ადამიანი ეკლესიაში ესე გვეუნებიან ჩვენ, ქრისტე ამას გვასწავლის. რაც მეტი გაქვს სტატუსი, მით უფრო თამდაბალი უნდა იყო. რაც მეტი დაგაკისრეს პასუხისგებლობა, მით უფრო ქრისტეს ბაძვაში უნდა ატარებდე დღესა და ღამეს. სხვის მსახურებაში, მოუხვეჭელობაში, ძალაუფლების დათმობაში, რომ სულით მართო საკუთარი თავი და სულიერად წარმართო შენზე რწმუნებული სულთა ცხოვრება. აი ესეა მდიდარი დღეს და ყველაზე დიდი პრობლემა ეკლესიას როდის ჰქონდა? როდესაც აი ამით იყო გამდიდრებული. პირველ 3 საუკუნეში დევნილი იყო ეკლესია და როცა დევნილი იყო, ისეთი ძლიერი იყო, მილიონობით ადამიანები მოწამეობაზე მიდიოდნენ. გადი დღეს ეკლესიის გულისათვის ვინ შეძლებს, რომ მცირეოდენი ტკივილი აიტანოს? ვინ შეძლებს ამას? ისინი მოწამეები იყვნენ. შუაზე ჭირ წაიკითხეთ პირველ 3 საუკუნის წმინდათა ცხოვრება. მათ შორის ამ უდიდესი მოწამისა, რომლის სახელზე ტაძარი არის აღშენებული, წმინდა გიორგისა, წაიკითხეთ, რაზე თქვა უარი. უარი თქვა ზუსტად აი ამაზე. ის უდიდესი რატომ? იმიტომ რომ მათთვის თავისთავად გარეგნული ძალაუფლება ჯერ საცდური არ იყო. ყველაზე დიდი საცდური განიცადა ეკლესია მაშინ, როდესაც მას ბოროტმა სულმა, როდესაც ვერ დაამარცხა დევნით, ვერ დაამარცხა შიშით, ვერ დაამარცხა სიკვდილით და სიკვდილის ისეთი წამებით სიკვდილით, მაშინ სხვა ხერხი მოუხერხა მას. და რა არის ეს სხვა ხერხი? უთხრა, არა, მაშინ კი ბატონო, შენ ხარ ყველაზე ძლიერი, შენ ხარ ყველაზე მაგარი, შენ ხარ ყველაზე საოცარი და საჭირო და აი ადამიანებს, რომლებიც მოწამეობაზე ოდესღაც მიდიოდნენ, უცებ გარედან მისცეს ძალაუფლება, გარედან მიაკერეს, რაზეც წეღან ვილაპარაკეთ, აღიარება, გარედან მიაწებეს ყველაფერი ეს და გაიგუდა სული ადამიანისა, აი ამ გარედან მოწებებული რაღაცეებით. და დღესაც იგუდება ეს სული, შინაგანი სული და ვერ სუნთქავს, იმიტომ რომ სულ გარედან გვაწებებენ და აი აქ მოსულების მაგისთვის მოდივართ, რომ ამისგან გავთავისუფლდეთ. ამ აღიარა არ მჭირდება არავის აღიარება, მე თავარი მაქვს შინაგანად. მე ვიცი ყველაზე მეტად ვისაც უყვარვარ. მე ვიცი ყველაზე მეტად ვინც მაფასებს. მე ვიცი ყველაზე მეტად ვისთან ერთადაც ვარ ბედნიერი. ეს არის ღმერთი, ეს არის იესო ქრისტე. ის მიცნობს ყველაზე უკეთესად. მასთან ერთად აი რა არჩევანი არის დღეს ჩვენი, როდესაც აი აქ ეკლესიაში მოვდივართ ჩვენ ყველანი. მაგრამ ჩვენ ხო გეუბნებით, იმდენი უფლებები მოგცეს, იმდენი რამე მოგვაწებეს ზედ, იმდენი რაღაცები, რომ საკუთარ თავს ვეღარ უძლებთ საკუთარ თავს. თან ერთ ადამიანში ეს ხვდები ეს ორი რაღაცა ვერ თავსდება.
ვერ თავსდება და ჩვენ ვცდილობთ რამენაერად მოვათავსოთ და ღმერთთან წავიდეთ თითქოს გარიგებაზე. ღმერთო, რა უჭირს ეს? ესეც იყვეს და ისიც იყვეს. ყველაზე მეტი რა არის, იცი, აი რას ხვდები ადამიანი, იცი? ვიღაცამ რო შეგაქო, რავი, ამით რამე არ გაიზარდა შენში. მადლობა ღმერთს იძახით ამდაბლად. ვიღაცამ რო საყვედური გითხრა, არც ეს არ მოქმედებს შენზე ბევრად არაფერი. საყვედური გითხრა, არა უჭირს. ვიცი ეს ყველაფერი როგორ უნდა გადავიტანო, იმიტომ რომ შიგნით ყავს ის, ვინც ამ შექებასაც და საყვედურსაც ვიცის როგორ გადავიტან მე. იმიტომ რომ მან გადაიტან. მე ვხვდები რომ შეცდომას რო უშვებ, არა ვარ ნაკლებ მნიშვნელოვანი. დღეს როგორ არის ადამიანის შეცდომას დაუშვებს ეგრევე სტიგმა აგზეთ. ეს ესეთია, ის ისეთია, ამას რა უნდა ეკლესიაში, ის რა. ჩვენ აქ რომ მოვედით, უფალი გვეუბნება ერთ რამეს, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც უნდა ისწავლო. მე რო აქ მოვედი, რატომ მოვედი ეკლესიაში, იცით? იმიტომ მოვედი, რომ მე აქ ღმერთმა მითხრა. მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ გინდა ხდებოდეს გარეთ, შენ რო შემოხვედი აქ, შენ უნდა დაიწყო რა? აი თითქმის ნოლიდან დაიწყო რა? ისწავლო, იბრძოლო, იღვაწო. აი გაიაზრო ადამიანმა, არა, ჯერ შეცდე. შეცდომაც დაუშვა ადამიანმა. მე ეს შეცდომა გაიაზრო. შეეცადო გამოასწორო და ღვთისნება აღასრულო. ანუ მე ამისთვის მოვედი ეკლესიაში, გამიგეთ? მე არ მჭირდება არავის აღიარება გარედან. მე ვიცი რომ ქრისტემ ამისთვის დამიძახა. მიხვდი და თუ ვინმე ჩემს გვერდით არის ის ადამიანი, ვინც ამ გზაში ხელს მიწყობს, მაშინ ჩვენ ერთად ვართ ყველანი. ეკლესია ამისთვისაა მოწოდებული. და ჩვენ ყველაფერზე ამაზე უარს ვიძახით იმის გამო, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ეს, იმიტომ გარედან მოწებებული გვაქვს საშინლად ბევრი რაღაცეები. დიახ, სასწავლებლად მოვედი მე აქ, არ ვიცი არაფერი, გლახაკი ვარ სულით, საერთოდ არაფერი არ ვიცი. სიმდაბლე უნდა გქონდეს ადამიანს. დიახ, უნდა ვისწავლო, დიახ, საბრძოლველად მოვედი აქ. პერიფერიებზე სასიარულოდ კი არ მოვედი იქ რაღაცა ბრძოლა რომ მიდის და სადღაც ჩასაფრებული ჩუმად რო არ იქა ვითომ და უცებ რომ მოხდება რაღაც და გამოვალ რაღაც ესეთი, ისე იგი, ვითომ ბრძოლობდი ადამიანი, ესე კი არა. საბრძოლველად ვარ, დიახ, მოსული, საკუთარ სულისთვის საბრძოლველად ვარ მოსული. დიახ, სამოღვაწეოდ ვარ მოსული. სამოღვაწეო ნიშნავს იმას, რომ დიახ, მარხვა, ლოცვა, წმინდა წერილის კითხვა, მამათა გამოცდილების შეძენა. დიახ, ამისთვის ვარ მოსული. დიახ, იმისთვის ვარ მოსული, რომ ჩემი შეცდომები დავინახო და ამ გზაზე შეიძლება კიდე შემეშალოს და დავეცე. მაგრამ იმიტომ დავეცე, რომ შემდეგ წამოვდგე ყველა დაცემის მერე წამოვდგე, გავიაზრო ეს ჩემი დაცემა. გამოვასწორო ეს ჩემი დაცემა და საბოლოო ჯამში ღვთისნების აღმსრულებელი გავხდე. დიახ, ამიტომ მოვედი მე ეკლესიაში. და არა ვიღაცეები რომ აღიარებდნენ მე. შენ ესეთი ხარ, ვაიმე და არა. არც ცუდით და არც კარგით. არც ვინმეს ცუდის ნათქვამი უნდა გადარდებდეს და არც ვინმეს კარგის ნათქვამი უნდა გადარდებდეს. შენ ხედავ საკუთარ სულს და რისთვის გაქვს საბრძოლელი. აი ამისთვის მოვედი ჩვენ ეკლესიაში. ამიტომ როცა ადამიანმა შინაგანად არ იცის, სულიერი ცხოვრება არ იცის და ის ღირსება არ იცის, რომელიც ღმერთმა მიანიჭა, ღმერთმა საოცარი ღირსება მოგვანიჭა ხალხო. საოცარი, მის ხატად ვარ შექმნილები. ეს გავიხსენ, გარედან მოვიწებეთ რაღაცები და ამას ნუ აქცევთ მნიშვნელობას. სულშია, ჩვენს გულშია, ღმერთი აქ არის. ღვთის ხატები ვარ ჩვენ. აქ ამით უნდა მივემსგავს უდიდესი სიხარული, უდიდესი ამ წუთი სოფლისგან გაგვანთავისუფლა და გითხრა, რომ კარგი ადამიანი ის კი არ არის, ვინცაც წუთი სოფელი უწოდებს, არამედ ის, ვისაც ქრისტე უდასტურებს საკუთარ გულში.
და მე როდესაც ქრისტე მიდასტურებს საკუთარ გულში ჩემი სინანულისთვის, ჩემი თავმდაბლობისთვის, გულმოწყალებისთვის, მორჩილებისთვის, ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული და ამას არ გავყიდი და არ გავცვლი არაფერზე. და ეს იმიტომ რომ ეს სიხარული არ გავს იმ დროებით სიხარულს, რომელსაც გარეთ მპირდება მე წუთისოფელი. ჩვენ ეს ღირებულება ამოვთხვარეთ, გავთხვარეთ, ყველაფერი გაუკეთეთ ამ ჩვენ ღირებულებას, სულ ყველაფერი და ვეღარ პოულობთ, ნაგავში ამოსვლილი, ამ მიწებებული გარედან იმები და აი ამ ბაჯაღლოს, აი ამ განს, აი ამ საოცარ რაღაცას, რაც ღვთის ხატება ადამიანში ჩადო ღმერთმა, ამას ვეღარ პოულობთ. და არც ამისთვის ბრძოლა გვინდა, არც ამისთვის მოღვაწეობა გვინდა. არამედ ეს ჩვენი მოღვაწეობაც ვიმარხულე, პეჩენია შევჭამე, აი ეს რაღაცა პერიფერიებზე დავდივარ და რაღაცისთვის, არ ვიცი, ისთვის ვიბრძვით, მაგასაც ვერ ხვდები. ისავჭამე ეს, აი რაღა კი უმნიშვნელოვანესია ეს. ასკეტიკა ფიზიკური, რომ ადამიანმა უარი თქვა იმაზე, რაზეც თქვა, გიყვარს და რაზეც მიჯაჭული ხარ. კი, ეს არის აუცილებელია ეს. მაგრამ პერიფერიებზე ნუ დადიხართ, იბრძოლეთ ქრისტემ რო გაიმარჯოს ჩვენს გულში და ღვთის ხატება აღდგეს და ეს გარედან მოწებებული რაღაცები, ის სიმდიდრე რო გონია, გავიაზროთ, რომ სიმდიდრე არ არის ღვთის წინაშე. იმიტომ რომ ეგ აქ დარჩება ეგ ყველაფერი. ცეცხლი დაწვავს მაგას ყველაფერს, როგორც პავლე მოციქული იძახის. ღმერთმა მოგცეს ამისი ძალა, რომ ჩვენში ეს საოცრად დამალული ხატება ღვთისა, რომელიც დაბადების დროს ადამიანს ეძლევა, ნათლობის დროს ადამიანში მთელი პოტენციალი მოკლედ იხსნება და რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შემდეგ ადამიანი გარედან ნაგვით აყრის, ნაგავს, აყრის და ეს გონია სიმდიდრე შეაქვს აი ამ გულში, სადაც ღვთის ხატება არის, ამ წუთისოფლისეული ბჭყალებში სიმდიდრე, აღიარება, ძალაუფლება, ფული და ასე შემდეგ. ღმერთმა მოგცეს ამისი ძალა და შეგნება ამისი, რომ ამ ყველაფრისთვის ბრძოლა დავიწყოთ და გავანთავისუფლოთ საკუთარი ხატება და მსგავსება აი ამ ზემოდან დაყრილი უსარგებლო და არამარადიული და წუთიერი სიმდიდრისაგან და იმ ახალგაზრდა ჭაბუკის მსგავსად დამწუხრებული კი არ წავსულიყავით და ქრისტე კი არ დაგვეტოვებინოს, არამედ აი დღევანდელი დღის მერე, აი ამ თუნდაც საუბრის მერე გაგვიაზრებინოს, რომ კი მე მზად ვარ დავრჩე ქრისტესთან, რომ გავიყარო საკუთარი თავიდან ის მოწებებული ამ წუთისოფლისეული ლამაზი, ჭყიალა ქაღალდში მიმზიდველი და სიამოვნების მომგვრელი ეგრეთ წოდებული სიმდიდრე. ამინ. ღმერთმა დალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ.